მოვიდა ხელისუფლება და ჩვენც რაღაცა იძულებითი მეთოდით მიგვათრევს იქეთ საიდანაც თავის დაღწევას ვთვლობთ აგერ უკვე რა ვიცი 200 წელზე მეტია. ხო, ეს სულა ვერ ვიტყვი რომ ერთი ნაბიჯით მოხდა ეტაპობრივად, თავიდან ალბათ როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა დიდწილად მოვიდა წინა ხელისუფლების ჟიბრზე, იმიტომ რომ ბევრმა ხმა მისცა იმის გამო რომ ოღონდ კი წინა რეჟიმი დასრულებული იყო. შემდეგ ნელ-ნელა უცებ რომ გამოვიხედეთ აღმოჩნდა რომ რაღაც დიდ უბედურებაში ვარ და ეს უბედურება ყოველდღე მძიმდება. მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი წყდება გაცილებით უფრო შორს ვიდრე თბილისში, კონკრეტულად კრემლში და ერთი ადამიანის ხუშტურზე ვართ მორგებული, რომელმაც ისე დაალაგა საკადრო პოლიტიკა, იმიტომ რომ ყველაფერს საბოლოო ჯამში მაინც ადამიანები წყვეტენ, რომ აი რაღაც გატესტილი ადამიანები არიან როგორც კვალიფიკაციაზე, ისე მორალზე, ისე ყველაფერზე წამსველი ხალხი არის და რეალურად ალბათ არ ვიცი რაღაც ისეთი თუ არის 1-2 შემორჩენილი თორე ადმინისტრაციულ სექტორში, ანუ ადამიანები ვინც ხელისუფლებას წარმოადგენს და ეს სახელმწიფო უნდა მართოს, რეალურად აღარ დარჩა ადამიანი, ვინც რაღაცა თავისი მორალური გმირობა შეიძლება დავარქვათ, ახლა თუ კი ვინმე ადგებოდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ წავა და იტყვის რომ თვითონ არ არის მართალი. არის ფაქტია რომ ცალკეული ადამიანები 1-2, მაგრამ ნუ იმდენი არის რომ ეს საერთო კლიმატს ვერ ცვლის. ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ კი ეს პროტესტი იქნება უწყვეტი და თუ კი ეს ადამიანები საკუთარ აზრს დააფიქსირებენ აქ დგომით, აი კონკრეტულად ამ ადგილას დგომით, იმიტომ რომ ნუ კარგია თქვა სოციალურ ქსელში ამ პოზიცია ქონდეს ან მეგობრებში ამბობდი, ოჯახში ამბობდი, რა ვიცი, ვერავის ვერ დაავალდებულებ ამას, რომ მანდ-ამაინც აქ მოდი თქვა და დადექი, მაგრამ ეს ისეთი სახელმწიფო მივიღეთ, რომ ამას ითვლიან, ამას მათთვის მნიშვნელობა აქვს ადამიანების რაოდენობას, ამათ უწყვეტობას, კი 1000 შეურაცხყოფელი და რაღაც ვითომ და სასაცილო, ჩემი აზრით უფრო სიმწე-სიცილი არის მათთვის ეგ, მაგრამ კი ამით გვახასიათებენ, მაგრამ ვიცი რომ მათთვის ეგ არის ძალიან მძიმე და ცალკეულ შემთხვევაში ვიცი რომ ზინა ივანიშვილი კედელზე არის გასული და ვერც ბედავს ვერ ამი რომ კედლიდან ჩამოხსნას იმ დონეზე ის არის გაბრაზებული. ამას კიდე ის მნიშვნელობა აქვს რომ გვიყურებს დასავლეთი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ხსნა არის და ამ თავდადებით, ამ თავგანწირვით მიიღწევა ის თუნდაც რაც ჯერჯერობით მივახციეთ რაღაცა თქვა სანქციები, ამ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება ის რომ მთელი დასავლეთი არ ცნობს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და კიდევ ბევრი რამ. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ალბათ მე ამის ეჭვი მქონდა რომ ის ადამიანები ახალგაზრდებს გულისხმობ მაინც აი სტუდენტებს და ჩვენს ქვედათაობას რომ რეალურად უნდა გათვალო რამდენი ხნის განმავლობაში მოგიწევს ბრძოლა. იმიტომ რომ შენი რესურსი ადამიანი ხარ, ყოველთვის არის რაღაც მილევადი და ჩვენ მაგალითად აი როცა პირველი ეროვნული მოძრაობის დროს მეც რაღაცა სკოლის მოწაფე და სტუდენტი ვიყავი, მაშინ არ ვიცოდით აი როდის დასრულდებოდა თქვა საქართველოს როდის მიაღწევდა დამოუკიდებლობას. თქვათ აი თუ ავიღებთ ალბათ სადღაც 98 წელს, შეიძლება და ვფიქრობთ რომ შეიძლება იყოს არ ვიცი წლები, როგორც მაგალითად ჩვენი წინა ან კიდევ უფრო წინა თაობები, არ ვიცი, იბრძოდნენ 20-იან წლებში, 30-იანებში, 50-იანებში, ნუ ყველა რომელიც წელიც არ უნდა იყო უწყვეტი ბრძოლის ის არის, რა ვიცი, მაგრამ აი როცა ხედავთ რომ თქვა ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ 70 წლის განმავლობაში, ჩვენ არ ვიცოდით როდის კი დიდი რყევები იყო 80-იან წლებში, თქვა გეოპოლიტიკური ნუ ძირითადად სოციალისტურ ბანაკში, მაგრამ მე მაგალითად არ ვიცოდი რომ ახლა თქვა აი 91 წელს დამოუკიდებლობას გამოაცხადებით ეროვნული ხელისუფლება მოვიდა 92 წელს საერთოდ დაიშლება თუ 91-ში დაიშალა აღარ მოხდა ისა საბჭოთა კავშირი და მე მგონი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენი რესურსები ამაზე გადავანაწილოთ. ამან ბუნებრივია გამოიწვია საზოგადოების დიდი მღელვარება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და გაჩნდა სამართლიანი მოთხოვნები, გაჩნდა სამართლიანი დაპირისპირება, ისე რომ რა ვიცი, სისხლის ზღვრამდეც კი მივიდა საქმე, იცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ვინც უშუალოდ ფიზიკურად დაზარალდა, ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში, რეპრესიების მსხვერპლი, რაღაც დაჯარიმებული, რომელიც აი რაღაც იურიდიულ ჯურმულებში ხა ძალიან მიჭირს შესვლა, მაგრამ ფიქრობ რომ არის პირდაპირ რაღაცა ხარკის გადამხდელები, აი
შუა საუკუნეებში რომ მტერი დაგესმებოდა თავზე და ხოცავდა განადგურებდა და ხარკს გადებდა ზუსტად ისეთი სისტემა მივიღეთ ბიძინა ივანიშვილი იმის გამო რომ ვიღაცებს თავისუფლება უნდა ვიღაცებს რომ ბიძინა ივანიშვილი არ უყვარს ვიღაცებს პუტინი არ უყვარს მაქსიმალურად ჯის ფიზიკურად ცემს ციხეში ამწყდებს ხარკს ადებს სახელმწიფოდან ქვეყნიდან აძევებს რამე თუ კი შეიძლება რაც კი რეპრესიული რეჟიმი არის ყველას რომ ადამიანს რომელმაც კი გაბედად არ უყვარს ბიძინა ივანიშვილი უნდა თავისუფლება ყველას ებრძვის მაგალითად ახლა მზია მაღლობელი მზის მხოლოდ იმის გამო რომ არც არაფერი არ დაუშავებია ან თუ დააშავა რაღაც მას ფულა ჯარიმას რომ რაღაცა ელემენტარულს ითვალისწინებს მაშინ როცა მიყენებული აქვს 7 წლიანი მუხლი მათი თქმით სააკაშვილს მომდენი 7 წელი აქვს ანუ სამყაროს ყველაზე კოცების გაგებით არც მე არ ვთვლი რომ სააკაშვილი უდანაშაულო არის მაგრამ მათი გაგებით მათი მტერი ამ წელი 12-13 წლის განმავლობაში რომელიც ყველა დღე პირზე აკერიათ იგივე დაახლოებით იმდენი აქვს მიჟილი რაც თქვა მზია მაღლობელს რომელმაც რაღაცა ქართველი ხალხის სახელით პასუხი მოთხოვა ეგრეთ წოდებულ პოლიციელს რომელიც არ ვიცი ყველაზე შორს არის იმ თვისებებისგან რაც პოლიციელს უნდა ქონდეს მე მგონი სრულად რუსეთის ფაქტორი არის იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ადარდებს ამ ადამიანს ბიძინა ივანიშვილის გულისხმობ აქვს მხოლოდ არ ვიცი ალბათ ერთი ორი დარდი წუხილი შიში რომ არ დაკარგოს თავისი ფული ან გაამრავლოს ან მოუაროს და არ იზიოს შური პუტინმა მასზე იმის გამო რომ რაღაცაში რაღაცა არ მოეწონოს მის აქციელში რაღაცაში თვალში არ მოვიდეს იცით როცა ამბობენ რომ აი ბიძინამ რაღაცა გათვალა ამას აკეთებს მე იმას იზამს რაღაცა მე ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმიტომ რომ ამ ადამიანმა შეიძლება დიდი ფული გააკეთა მაგრამ ამ ადამიანის რაღაცა ჭკუაში გამჭრიახობაში მომავლის დაგეგმვაში დიდი ეჭვი მეპარება ზოგადად კოცი ამას ნიშნავს რომ აი ორზე რო გაამრავლებს და 4-ს მიიღებს ამდენს ვერ ხვდება ანუ 2-ის 2-ზე გამრავლებით რო 4 მიიღება შეიძლება 2-2-ზე გაამრავლოს მაგრამ მე ამას რა მოყვება ამის წარმოქმნაში არ არის ეს ყველაფერი რაც ხდება არის სწორედ მისი მავნებლური პოლიტიკის შედეგი პოლიტიკაც ისეთი რაღაცა ეფემიზმი არის ამას პოლიტიკა არ ქვია რასაც ეს ხალხი აკეთებს და შესაბამისად ეს ძალიან ადვილია მავნებლობა ძალიან ადვილია ძალა დაშინება ტერორი აი ყველაზე ველური მეთოდებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა გათვლა ამის უკან არის ცხადია თუ კი რაიმე გათვლა არის და ალბათ არის უკვე გამოცდილი მეთოდი კრემლიდან რომელიც იქ უკვე გამოცადეს რაღაცა ამისი როგორც მასზე რა ქვია ექსპერიმენტას ატარებენ საცდელ ცხოველებზე ეს გამოსადეს და შემდეგ უკვე გამოცდილი მეთოდი მოაქვთ აქა და ესენი რა თქმა უნდა პირდაპირ ღებულობენ და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ, არასდროს წინააღმდეგობას არ უწევენ, ხანდახან ხედავ ჩვენ რომ ისეთ უადგილო განცხადებებს აკეთებენ, რა ვიცი, თვითონ კოცებიც კი გაოგნებულები არიან, ახლა ეს რა საჭირო იყო, ან რა უადგილო არის, ან რა ამისი დრო არის, მხოლოდ იმიტომ რომ იქ ვიღაცამ გაიგოს, რომ არ იფიქრო, რომ ჩვენ რაღაცა შენზე მიბმული ჯაჭვი მოგვისუსტა, ჩვენ ისეთივე თქვენი მონები და ერთგულები ვართ, როგორც აქამდე ვიყავით. სხვა მეთოდი აქ არ არსებობს. არა თუ რაღაცა რუსულ ხელისუფლებას ვართ მიბმული, რუსული ხელისუფლების ყველაზე მძიმე პერიოდს გავს. თქვა 30-იან წლებში, 37 წლებში, როგორც ჩვენ თვალწინ იტაცებენ ადამიანებს, როგორც ჩვენ თვალწინ ძალადობენ, როგორც ჩვენ თვალწინ აპატიმრებენ და რაღაც საშინელებებს უკეთებენ.